ქართული ოცნების შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის ერთ-ერთი ლიდერი მარლენ ნადირაძე ტბ მონიტორინგთან საუბრისას აცხადებს, რომ განახლდება როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული კანდიდატების სია. Ამ ეტაპზე ის არ აკონკრეტებს, ვის კანდიდატურებს არადგენენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატებად. ნადირაძის თქმით, სიებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და 4 სექტემბრამდე საზოგადოებას წარედგინება როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად საკმაოდ ტემპებით დაწყებულია ქართული ოცნების მხრიდან. გეგმაზომიერად მივდივართ, ცოტა ხანში დაიგეგმება მორჩეულთან შეხვედრები. მერის კანდიდატები საქართველოში ყველგან გამოცხადა ცნობილია, მათ შორის გორშიც, იცით, ბატონი კოტე ბუზალაძე იქნება და წარმატებას უსურვებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ კამპანია იქნება ძალიან ნაყოფიერი და შედეგის მომტანი არჩევნების დრისთვის. მხარდაჭერა გვექნება დიდი, რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატების საკრებულოში და პროპორციული სისტემა. მუშაობთ გუნდი ამ თემაზე, ჯერ არის საკმაოდ ვადები ამასთან დაკავშირებით, იცით, რომ კანდიდატების წარდგენა საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული არჩევნებამდე არ აუგვიანეს 30 დღისა. მანამდე გვაქვს დრო და ჯერჯერობით დაზუსტება მიმდინარეობს ამ კუთხითაც, როცა გახდება მორჩება ეს პროცესი და საშუალება მოგვეცემა მორჩევლისთვისაც და თქვენთვისაც გახდება ცნობილი. ახალი სახეები იქნებიან ახალი სახეები, შემიძლია ეს გითხრა, მე კონკრეტიკას თავ შევიკავებ, ვერაფერს. როცა დაზუსტება, საბოლოოდ გადაწყდება, გახდება ყველასთვის ცნობილი, მათ შორის მასმედიისთვის პირველ რიგში. ახალი სახეები იქნება, განახლება იქნება, როგორც მაჟორიტარებში, ასე პროპორციულ სიაში და ნაჩენს მომავალი გვიჩვენებს, გამოვაცხადებთ, თუმცა ამის დრო მოვალ.